პირველებთან ინტერვიუში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ღიად საუბრობს იმაზე, თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზზე და ირაკლი შაიშმელაშვილი ღიად ამბობს, რომ ოკუპანტს შეუძლია ფაქტობრივად მაგისტრალის კონტროლი. შაიშმელაშვილი ასახელებს მთავარ სისტემებს სათვალთვალოს, რომელიც გამოიყენება ოკუპანტის მიერ, დოზორის და ფოკუს-დეს სისტემები, რომლითაც აღჭურვილები არიან ისინი და სწორედ ამ სისტემით შეუძლიათ კონტროლი. ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ მაგალითად საკორინთლოსთან განთავსებული სათვალთვალო სისტემის წყალობით დაახლოებით 30 კილომეტრიან მონაკვეთზე ხდება სრული კონტროლი, მათ შორის მთავარ მაგისტრალზე და იმდენად მაღალი გარჩევადობის სათვალთვალო სისტემაზეა საუბარი, რომ ავტომობილის ნომრის გარჩევაც კია შესაძლებელი და გამოდის, რომ ოკუპანტებს შეუძლიათ სრულად აკონტროლონ და მუდმივ რეჟიმში უთვალთვალონ ამ ტერიტორიას. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს უჩნდება კითხვა, რატომ არ იყენებს ოცნების რეჟიმი სათვალთვალო სისტემებს და რატომ ამბობს უარს საოკუპაციო ხაზის კონტროლზე. შაიშმელაშვილის ინფორმაციით ამერიკას გადმოცემული აქვს საქართველოსთვის სათვალთვალო სისტემები, მაგრამ ეს სისტემები ისე დევს და შესაბამისად არ არის გამოყენებული. შაიშმელაშვილი ეჭვობს, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და რეჟიმს არ უნდა უბრალოდ კონტროლი და სჭირდება ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონები საოკუპაციო ზოლზე, რომელიც შესაძლოა გამოიყენებოდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის კონტროლის გარეშე დატოვებული ეს ტერიტორია ხდება ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი იმისთვის, რომ ამ ტერიტორიის გავლით მოძრაობდეს კონტრაბანდა. თვალთვალის და დაკვირვებისთვის, მოწინააღმდეგეს იქით მხარეს მოწინააღმდეგეს დოზორის და ფოკუს-დეს სისტემის სათვალთვალო მოწყობილობები უყენეთ. აქ არის საუბარი 15-30 კილომეტრზე აკონტროლებენ. მაგალითად, საკორინთლოსთან, რომელიც აყენია დოზორის სისტემა, თლიანად მაგისტრალს აკონტროლებს, შეუძლიათ ავტომობილებში ვინს ხედან ისინი გაარჩიონ. არა თუ დაუშვათ ავტომობილის ანომრე ნიშნები. იმ დონის სათვალთვალო აღჭურვილობა აქვს დამონტაჟებული. და ჩვენ ატო არ შეგვიძლია ამისი დამონტაჟება და გაკეთება, როდესაც აქ არ არის რაღაცა ლეტალურ შეიარაღებაზე საუბარი. აქ არის თვალთვალის და დაკვირვების მაღალი გარჩევადობის საშუალებები, რათა მოვახდინოთ კონტროლი საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესების. არ იყენებენ, რატო არ იყენებენ? ერთის მხრივ შეიძლება არ იყენებენ, რომ არ უნდოდეთ დაუშვათ იქ არსებობდეს კამერები, სათვალთვალო სისტემები, ხედვის მაღალი გარჩევადობის რაღაცა საშუალებები, რომელთაც გაარჩევენ. აქ არ არის საუბარი ჩემი აზრით, რომ დაუშვათ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყო. არ ჭირდებათ ალბათ, იმიტომ რომ ჭირდებათ, რომ იყოს მეტი მკვდარი სივრცე, ხო? მეორეს მხრივ რატო არ იყენებენ? ალბათ იმიტომ არ იყენებენ, რომ ეს რო არსებობდეს, დააკვირდებიან მოწინააღმდეგის აქტივობას. იმიტომ რომ ღამე როდესაც ღამდება, ჩვენები უყურებენ უბრალოდ შუქებს, მანქანის შუქებს, რომლებიც გადაადგილდება, დაუშვათ 4 მანქანა, 5 მანქანა. სპეციალური სათვალთვალო სისტემები, რომელიც გააჩნია ქვეყანას დისტანციურად მართვადია, მისი გადაადგილება შესაძლებელია და საქართველოს ექნებოდა შესაძლებლობა საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებით ეკონტროლებინა მათ შორის ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონები. საუბარია ძალიან დიდ ტერიტორიაზე, ათეულობით კილომეტრზე, რომელიც ამ ფონზე, როგორც ჩანს, არის მიტოვებული და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება, რომ ეს არის ტერიტორიები მაგალითად, სადაც არც საგუშაგოა, არც პატრული დადის და არ არსებობს არანაირი მიმანიშნებელი ნიშანი, რომ არ უნდა გადაადგილდეს ადამიანი და სწორედ ეგრეთ წოდებულ მკვდარ ზონებში ხდება ხოლმე
საოკუპაციო ზოლიდან ადამიანების გატაცება და ეს არის ყველაზე საფრთხის შემცველი ტერიტორია. შესაბამისად, ახლა არის მთავარი და უპასუხო კითხვა, რატომ არის ბედის ანაბარა მიტოვებული საოკუპაციო ზოლზე, ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონები და იქ მყოფი მოსახლეობა და სწორედ ოცნების რეჟიმის უმოქმედობა უჩენს განცდას ირაკლი შაიშმელაშვილსაც, რომ ეს ხდება კონკრეტული მიზნებისთვის. ეს შესაძლოა იყოს ერთი მხრივ კონკრეტული კრიმინალური ქმედებები, კონტრაბანდა, ან უბრალოდ სწორედ რუსეთის არ გაღიზიანების გამო ამ ტერიტორიების მიტოვება. კონტრაბანდით დაკავებული თუ არის და გამოვლენილი პირობითად დასავლეთში, ხო, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე, აღმოსავლეთში ცხინვალის მიმართულებაზე მე რაც სამინისტროში მუშაობდი, არც ერთ ფაქტი არ ყოფილა გამოვლენილი. და როგორ ფიქრობთ, არ არის ჩადით გორში და ნებისმიერ კონტრაბანდულ საშუალებას იყიდით, დაწყებული სიგარეტებიდან დასრულებული შავი ხიზილალით დამთავრებული. საიდან შემოდის აბა ეს კონტრაბანდა? და ეს აღჭურვილობა ზუსტად გამოკვეთილ ადგილებზე უნდა წინასწარ შერჩეულ ადგილებზე უნდა განთავსებულიყო, იმიტომ რომ ახლა არ იყო იმ რაოდენობის რომ მთლიანი საოკუპაციო ხაზი მოეცვა, მაგრამ კარგი ის ქონდა რომ ეს არის მობილური მართვის საშუალება, ნებისმიერ დროს შეგეცვალა ლოკაცია, გადაგიყვანა სხვა ადგილზე, იქიდან გაგიხორციელებინა თვალთვალთა დაკვირვება. ეგრეთ წოდებული მკვდარი ზონების საოკუპაციო ზოლზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის რისკის შემცველი საფრთხის ზონა და ახლა ოცნების რეჟიმზეა ჯერი მათ უნდა გასცენ კითხვებს პასუხი, როცა არსებობს ქვეყანაში სათვალთვალო სისტემები, რატომ არ იყენებენ ამას და არის თუ არა საოკუპაციო ზოლზე ხალხი ბედის ანაბარა.